Შეგიძლიათ შეხედოთ ნებისმიერ ავტორიტარულ მმართველობას და მის ისტორიას კაცობრიობის მანძილზე და ნახავთ როგორ ვითარდებოდა ხოლმე მათი ბედი. საბოლოო ჯამში ყველა ავტორიტარიზმი მთავრდება ცუდად ძალიან ავტორიტარი მმართველებისთვის. ქოცები მინიმუმ მაგაზე მაინც უნდა ნერვიულობდნენ. კაი შეიძლება წარმოვიდგინოთ რომ ბიძინამ ყველაფერი იცის და მის თავში რაღაც გენიალური გეგმა რომელიც რაღაცა საუკუნო მესამე რეიხს რაღაცას დაამკვიდრებს საქართველოში, მაგრამ როგორც წესი პირიქით ხდება ხოლმე. რა მოვა ქოცებს თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი. უფრო და უფრო მეტი იზოლაცია სოფლიოს მხრიდან, ჩაკეტილობა, მასმერაც გარედან შემოგღობავენ და აღარ გემეგობრებიან, მე შიგნით ერთმანეთის ჭამა. მათ შორის ქოცებს შიგნითაც. აი, საბჭოთა კავშირს რაც დაიმართა ბოლო 40-50 წლის მანძილზე, როდესაც გარემტერი რაღაცნაირად ხატად დარჩა, მაგრამ გარემტერი აღარ ყავდა. გასაგებია რომ ასე ეკონომიკურად ამერიკასთან დაპირისპირება და რაც მე ცივი ომი და ამბები, მაგრამ აი ესე რომ მტერი მტრად, ვისაც ომი გაქვს და რაც კონფლიქტი გაქვს, არ ყავდა და გადავიდნენ ერთმანეთის შიგნით ჭამაზე, ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე. ხო და შეიძლება ბიძინა ეხა ნამიტანი დიდი ავტორიტეტია ქოცებში მისთვის რომ ვინმე რაღაც რამე გაუბედოს, მაგრამ ეგ დროც მოვა, როდესაც მის ადამიანურ ბუნებას ქოცები შეიცნობენ ბოლომდე და მისი ჩანაცვლების სურვილი ვიღაცებს გაუჩნდებათ და შესაძლებლობაც გაუჩნდებათ ამისი. საბოლოო ჯამში გრძელ ვადიან პერიოდში ავტორიტარული რეჟიმები ვერ არსებობენ.